იცოდით, რომ აბასთუმანში კურორტის შუაგულში მოქმედებს მონასტერი, სადაც ძველი რომანოვების სასახლე ახალ სიცოცხლეს იძენს. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა 1995 წელს და ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მთებით გარშემორტყმულ ხეობაში მდებარეობს. მონასტრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდა წმინდა პანტელეიმონის თავის ქალის ნაწილია. ზოგადად უშუალოდ აბასთუმანში ბევრ ღირსშესანიშნაობას ვერ ნახავთ. აქ ძირითადად ბუნებაში დასასვენებლად ჩამოდის ხალხი და ეს მონასტერი რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა. მოვილოცე, უდიდესი დადებითი ენერგიით დავიტვირთე და ფერისცვალების დღესასწაულზე წირვასაც დავესწარი, სადაც აქაური დედაოსა და მისი მოსწავლეების გალობა მოვისმინე, რაც ძალიან ემოციური იყო. მონასტერში მონაზვნები სხვა საქმიანობასთან ერთად ხატებსაც წერენ, ქარგავენ და ამზადებენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს. ტაძარში შეხვდებით ბრწყინვალე მოზაიკურ ხატებსაც, რომლებიც ისე მომეწონა, რომ თვალი ვერ მოუწყვიტე. მონასტრის ტერიტორიაზე დგას მეორე, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარიც. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც და არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა მეტი შემეცნებითი შინაარსისთვის.